საქართველოს მწიგნობრობის ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს და წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ამ ისტორიაში მეცნიერების საკითხებით შემოდიოდა, მაგრამ განსაკუთრებით დიდი განვითარება მიეცა საქართველოში მეცნიერებას მე-20 საუკუნის დასაწყისიდან თბილისის უნივერსიტეტის დაარსების დროიდან. ეს გზა არ ყოფილა ძალიან ადვილი, როგორც საერთოდ მეცნიერების გზა არის ხოლმე, მაგრამ დღეს ეს მყარ საფუძველზე დგას და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საქართველოს მეცნიერები კიდევ თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ მეცნიერების საერთო განვითარებაში. საერთაშორისო მეცნიერების დღე გულისხმობს იმას, რომ დღეს მსოფლიოში უკვე კარგად ესმით ის მნიშვნელობა, რაც მეცნიერების განვითარებას აქვს საზოგადოდ ჩვენი საზოგადოებისათვის. მეცნიერების პროგრესის გარეშე საზოგადოების განვითარება არ შეიძლება და თუ ჩვენ დღეს მეცნიერება მაღალ დონეზე გვაქვს, შესაბამისად ჩვენ შევძლებთ დღეს საზოგადოების წინაშე წამოჭრილ მრავალ და ძალიან რთულ პრობლემას.